საღამომშვიდობის მეგობრებო, დღეს 190-ე საიუბილეო თუ იუბილე შეიძლება დავარქოთ ამ ყველაფერს პროტესტის 190-ე დღეა. რუსთაველი კვლავ გადაკეტილია მეგობრებო და ჩვენ კვლავ როგორც საპროტესტო აუდიტორიის წარმომადგენლები კვლავ გვთავაზობთ საინტერესო ლექციას. დღეს ვისაუბრებთ სასამართლო სისტემებზე, რა დღეში მომიყვანეს კოცებმა სასამართლო სისტემას რა უქნეს, არა მარტო კოცებმა. რამდენი წელია ეს ყველაფერი უკვე სისტემა ჩამოყალიბდა და რა ძლიერი ქვაკუთხედია. კახა ჩემზე უკეთესად ისაუბრებს დარწმუნებული ვარ. მე შეგახსენებთ მაინც, რომ ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. ჩვეულებრივი პროტესტის მონაწილეები, ადამიანები, რომლებსაც პროტესტის განცდა აქვთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ და გამოდიან და უბრალოდ აპროტესტებენ. ჩვენ ვიპოვნეთ ფორმატი, სადაც შეგვიძლია გავაერთიანოთ ადამიანები, რომლებსაც ცოდნის მიღება სურს და ცოდნის გაცემა შეუძლია. ალბათ ჩვენ ერთგულ მსმენელებს ეს ძალიან ხშირად აქვთ გაგონილი, მაგრამ ყოველ დღე იმიტომ ვიმეორებთ, რომ ყველანი კარგად ხედავთ რა ხდება პოლიტიკურ სპექტრში. და არა მარტო პოლიტიკურ სპექტრში, ზოგადად რა ხდება ქვეყანაში, კრიზისში ვართ. როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე და ამ კრიზისიდან გამოსავალს ყოველდღიურად ვცდილობთ რომ ვიპოვოთ. გამოვდივართ აქ, რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ აქ ვხედავთ ჩვენ ერთიანობას. ანუ სხვა ერთიანობის პლატფორმა ვერ ვიპოვეთ. ჩამოყალიბდა უამრავი რაღაცა მექანიზმი, უამრავი რაღაც გადარჩენის, ხსნის კომისია, კომიტეტი და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ იპოვნეს გამოსავალი, ხო? ამიტომაც რუსთაველის პროტესტი არ წყდება. ამიტომაც ვართ ჩვენ გარეთ და ამიტომაც ვიბრძვით ბოლომდე, სანამ არ მივხვდებით, იქამდე არ მივალთ, რომ ჩვენ რაღაცა საერთო ენა უნდა ვიპოვნოთ, მანამდე გამოსავალს ვერ ვიპოვოთ, ეს ფაქტია. ამას ვერ გავექცევით და ამიტომაც რუსთაველის პროტესტი ჩვენი აუდიტორიის და არა მარტო აუდიტორიის გუნდის სახელით ვამბობ, არის ადგილი, სადაც ჩვენ ვპოულობთ ერთიანობას. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აღსაქმედათაც ესეა, რომ აქ ყველა პოლიტიკური შეხედულების, ყველა წამსის, რელიგიური წამსის თუ ნებისმიერი შეხედულების შესაბამისად ვიკრიბებით, მიუხედავად იმისა, რომ კამათობთ, ჩხუბობთ, ზოგი არჩევნებს ეთანხმება, ზოგი არ ეთანხმება, ზოგს არგუმენტი აქვს მყარი, ზოგი არგუმენტს ვერ ამბობს საერთოდ, ესე უარგუმენტოდ, ესე ემოციურად გამოხატავს, რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ანუ ის თქმა მინდა, რომ რუსთაველის გამზირი დღესდღეობით საქართველოში არის ერთადერთი ერთიანობის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვიკრიბებით და ყოველ საღამოს ვიკრიბებით, იმიტომ რომ ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენს შესაბამისად გვპირდებით, რომ მოგაზრდეთ იმდენ ინფორმაციას, შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, რომ სანამ არ მივიპოვით გამოსავალს, სანამ არ მივალთ იმ კონდიციამდე, რომ ერთ საკითხზე მაინც მთელი ერი შევთანხმდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით. არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ეს საჭირო არ გახდება და საჭიროებას მოითხოვს ყოველდღიურობა, შრომა, თავდადება და ასე შემდეგ. გისმენთ? შეიძლება ერთი კითხვა დავსვა. ანუ ერთიანობაზე დაისვა საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპს გავუსვამთ. ყველაზე მნიშვნელოვანია გარჩევნები, არარჩევნები. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ ის არის, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს და აღდგეს სასამართლოს მიკრებძოლებულობა. ეგორი თუ აღდგა, შეკითხვა ჩემთან არ უნდა იყოს. პროფესორთან, რომელიც წაიყვანს ამ საკითხს. მე წინა სიტყვაობას ვაკეთებ. ამაზე ხო თანხდება ყველა. ყველა ვერ თანხდება ამ ყველაფერზე. არ არის ეგ ფორმულა. გეტყვით. მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე ჩემი ლექცია ეს არ არის. მე ლექციას ხელს არ შევუშლი. კახა ისაუბრებს ლექციაზე და მე ალბათ დისკუსია იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ მაგ პასუხსაც გაგცემთ. მოკლედ, რისი თქმა მინდა, მეგობრებო, ჩვენ რუსთაველზე ვართ იმიტომ, რომ აქ ვპოულობთ ერთიანობას. აქ გამოზის პრეზიდენტიც, მხედარიც, მხედართმთავარიც, ყოფილი მხედართმთავარიც, სამხედრო სტუდენტიც, რეპრესირებულიც, რა ვიცი, ვინც ციხეშია, ისინი პირველი დარწმუნებული ვარ, აქ გამოვლენ, იმიტომ რომ თუ ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ, ჩვენი დამსახურება იქნება ყველასი ერთად სამოქალაქო საზოგადოების რუსთაველის პროტესტის, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და ასე შემდეგ. ანუ დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ აქ ვპოულობთ ერთიანობას და ეს ერთობა არ მოშლილი იყოს არასდროს. სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ, მეტი მომივიდა, მე მგონი, ცოტა ზედმეტი მომივიდა ბოდიში და დროებით. ესე იგი, მოგესალმებით, მე ვარ კახა ძიქარიშვილი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ ჩემ შესახებ, მე ვარ პროფესიით იურისტი,
და სისხლის სამართალს ვასწავლი უკვე 15-20 წელია, ასევე სასამართლო ეთიკას. ძირითადად ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია ლექტორობასთან და ასევე სასამართლო რეფორმასთან. ანუ ორი მიმართულება მაქვს ჩემს კარიერაში ყველაზე უფრო გამოკვეთილი. ერთი არის რომ ვარ ლექტორი სისხლის სამართლის და სხვა დარგების ძირითადად უფრო სასამართლოსთან დაკავშირებული თემები და მეორე დაკავშირებულია ჩემი კარიერა სასამართლო რეფორმასთან. მეტნაკლებად კარგად ვიცნობ სასამართლოს საქართველოში სასამართლო რეფორმების ისტორიას. ხან თვითონ სასამართლოს შიგნით, ხან სასამართლოს გარეთ სხვადასხვა ფორმატში უკავშირდებოდი ამ საკითხს. ამიტომ შევეცდები რომ ჩემი გამოცდილება და ჩემი მოსაზრებები მოკლედ გაგაცნოთ ამ საკითხზე. ეს სასამართლოს თემა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი დღეს და ჩვენ თუ ნახავთ რუსთაველზეც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი რუსთაველის აქციის ეს არის სამართალი, სასამართლო და მართლმსაჯულება. ერთ-ერთი მთავარი საპროტესტო თემა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და უსამართლო სასამართლო არის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთოდ რაში გვჭირდება სასამართლო, რა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, რით განსხვავდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასამართლო და პოლიტიკურად მორჩილი სასამართლო, როგორ შეიქმნა სასამართლო სისტემა საქართველოში და სად არის გამოსავლის გზები. პირველი შეკითხვა, რაც მე ამ სლაიდებზე მქონდა, სამწუხარო სლაიდები ვერ ჩავხდეთ, მაგრამ მე მგონი არ დაგვაგდება, მე ბევრი სლაიდები სადაც არ მქონდა. პირველი შეკითხვა ის არის საერთოდ რაში გვჭირდება სასამართლო. რა ფუნქციას ასრულებს და ამასთან დაკავშირებით ალბათ თქვენს ბევრი გიფიქრიათ, მაგრამ ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, ხო, რა ფუნქციას ასრულებს სასამართლო ეს არის მართლმსაჯულების აღსრულებელი, მართლმსაჯულების თვალ მართლის გამრჩევი და სამართლის დამდგენი ორგანო. სასამართლო ისა მარტივად რო ვთქვათ და უფრო გასაგებად რო ვთქვათ, სასამართლო ეს არის ის ორგანო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სამართლებრივი დავა ადამიანებს შორის. ჩვენ ვიცით, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობს კონფლიქტი. კონფლიქტების გარეშე საზოგადოება არ არსებობს. კონფლიქტი არსებობს ძალიან სხვადასხვანაირი. არსებობს ოჯახური კონფლიქტი, არსებობს პოლიტიკური კონფლიქტი, ბიზნეს, ეკონომიკური დავები, იგივე კონფლიქტები, სისხლის სამართლებრივი და ასე შემდეგ. და ეს კონფლიქტების გარეშე ვერ იქნება საზოგადოება. ჩვენ ესე იგი ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ არ გვაქვს და არც უახლოეს მომავალში არ გვექნება ის საზოგადოება, სადაც კონფლიქტი არ არსებობს. მე მგონი კომუნისტებს უნდათ ასეთი საზოგადოების შექმნა, მაგრამ ეს უტოპია იყო და ხადია დაიშალა კიდეც და არ იმუშავა. საზოგადოება, სადაც კონფლიქტი არ არის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სამართალი, ჩვენ გვჭირდება სასამართლო. სამართალი ეს არის ის, ესე ვთქვათ, მატრიცა, რომელიც გვეუბნება რა არის სწორი და რა არის არასწორი, რა არის სამართლებრივად სწორი და რა არის სამართლებრივად არასწორი. ხოლო სასამართლო ის არის ორგანო, რომელმაც უნდა გითხრას ვინ არის სწორი და ვინ არის არასწორი. აი ამ კონფლიქტში. შესაბამისად სასამართლო დაგჭირდება ყოველთვის, სანამ გვექნება კონფლიქტები. და აქედან გამომდინარე, სასამართლოს გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ერთადერთი გზა კონფლიქტების მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარების, გრძელვადიანი მეგულისხმობ ეს არის სამართლებრივი გზა, ეს არის სასამართლო. ნუ არსებობს ასევე თავის ალტერნატიული საშუალებები, როგორიც არის მედიაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ის ორგანოს, რომელმაც უნდა დაადგინოს ვინ არის მართალი, ვინ არის, უნდა განსაჯოს თქუან მართალი და დაადგინოს
ვის რა უფლება და ვის რა მოვალეობა აქვს. ვის ეკუთვნის და ვის არ ეკუთვნის, ვის ევალება, ვის არ ევალება და ასე შემდეგ. სამართლებრივად რო ვთქვათ. შემდეგ სასამართლო რო გჭირდება ამაზე ესე იგი დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ეს საკითხი, ვინაიდან დღეს ყველაზე უფრო მეტად იგრძნობა სასამართლოს და სამართლიანი სასამართლოს ნაკლებობა. ის რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ამაზე ორი აზრი არ არის, ვინაიდან ის დამოუკიდებელი უნდა იყოს კონფლიქტში მონაწილე მხარეებისგან. იმისათვის რომ სასამართლომ კონფლიქტი გადაწყვიტოს, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს არა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეებისგან, არამედ ასევე საზოგადოებისგან, რომ მის საქმეებში ჩარევა ვერავინ ვერ შეძლოს. დამოუკიდებლობა მასშტაბად ნიშნავს რიღაცისგან, დამოუკიდებლობა სიტყვა პასუხობს შეკითხვას დამოუკიდებელი რისგან და დამოუკიდებელი ვისგან. და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი პირველ რიგში სახელმწიფოსგან, ანუ აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. ეს არის ხელისუფლების მესამე შტო, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს მხარეებისგან, სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს მათ შორის საზოგადოებრივი აზრისგან და მათ შორის მედიისგან. ეს არის აუცილებლობა. ეხლა როგორ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო? როგორ შევქმნა ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო, ანუ ორგანო, რომელიც არ არის დამოუკიდებული არც ხელისუფლებაზე, არც მხარეებზე, არც საზოგადოებაზე, ვინ უნდა იყოს ესეთი? ჩვენ ვიცით რომ იდეაში ყველა რაღაცაზე ვართ დამოუკიდებული, ხო? ჩვენ დამოუკიდებული ვართ მშობლებზე, დამოუკიდებული ვართ ჩვენს სამსახურზე, დამოუკიდებული ვართ ჩვენს ოჯახზე და ასე შემდეგ. ყველა რაღაცაზე ვართ დამოუკიდებული და ჩვენ როგორ უნდა შევქმნათ თეორიულად ასეთი ორგანო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი. საერთაშორისო სტანდარტები არსებობს ამასთან დაკავშირებით და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ასევე ჩვენი თემა იქნება რით განსხვავდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასამართლო და პოლიტიკურად მორჩილი სასამართლო, რა განსხვავება მათ შორის, როგორ ამოვიცნოთ დამოუკიდებელი სასამართლო და როგორ ამოვიცნოთ პოლიტიკურად მორჩილი სასამართლო. შემდეგი არის როგორ შეიქმნა საერთოდ საქართველოში სასამართლო სისტემა, ამაზეც ვისაუბროთ და ბოლოს სად არის გამოსავლის გზები, რა ეშველება ჩვენს მართლმსაჯულებას. ესე იგი, სასამართლოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო გამოცდილებით სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები არის ის, რომ პირველ რიგში სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იქნას აღიარებული კანონით და სასურველია უმაღლესი კანონით, რაც არის კონსტიტუცია. და ამას საერთაშორისო სტანდარტები ადგენენ, რომ ეს არის აუცილებელი, რომ კანონმდებლობით იქნას აღიარებული. ხო, გასაგებიც არის და ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება. მეორე არის ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის ყველაზე მთავარი მომენტი ეს არის მოსამართლეების დანიშვნა. მე თუ მკითხავთ, ხო, დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა შედგება ორი მთავარი მომენტისგან. ანუ დანიშნე დამოუკიდებელი მოსამართლე და დაანებეთავე. და მან თავისით იმუშაოს. ანუ ეს არის. ანუ პრინციპში ყველაზე მთავარი აქედან დანიშვნა არის, იმიტომ რომ მეორე ნიშნავს, რომ აღარ ჩაერიო. დანიშნე დამოუკიდებელი მოსამართლე და აღარ ჩაერიო მის საქმეში. ეს არის ყველაზე მოკლედ რო ვთქვათ და მარტივად რო ვთქვათ, როგორი იქნება დამოუკიდებელი სასამართლო. შემდეგ არამხოლოდ დანიშნა, არამედ დაწინაურებაც სავალდებულო უნდა მოხდეს ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმებით, ანუ ეს უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, ადამიანი უნდა იმსახურებდეს მოსამართლეობას და არა ვინმე უნდა უფუძოს მოსამართლეობა და მთელი ცხოვრება ვიღაცის მადლობელი არ უნდა იყოს, რომ რა კარგია, რომ შენ მოსამართლე დამნიშნე და მთელი ცხოვრება მადლობას არ უნდა უხდიდეს ვიღაცას მოსამართლე დანიშნვის გამო. რაც ჩვენ შემთხვევაში მე მგონი ასეც არის ხშირ შემთხვევაში. მთელი ცხოვრება მადლობელია ვიღაცის. შემდეგი საკითხია ეს არის, შემდეგი გარანტია ეს არის მოსამართლის საქმეებში ჩაურევლობა, ანუ სახელმწიფო უნდა შექმნას გარანტია იმისა, რომ მოსამართლის საქმეებში არავინ ჩაერიოს და არის შემდეგი ასევე მნიშვნელოვანი სტანდარტი, ეს არის უფლებამოსილების ვადა. ანუ საერთაშორისო სტანდარტი არის, რომ მოსამართლე უნდა დაინიშნოს უფლებამოსილების კონკრეტული ვადით, ეს სასურველია ეს იყოს უვადოდ, თუმცა ასევე შეიძლება იყოს ვადით დანიშნული, მაგრამ იმ ვადის განმავლობაში მას უნდა ქონდეს გარანტია, რომ არავინ არ შეეხება. და
ბოლო, თუმცა ძალიან ბევრი სტანდარტებია, მაგრამ მე ყველაზე მნიშვნელოვანს ვამბობ, არის ადეკვატური ხელფასი და დაცვის გარანტიები. ანუ მოსამართლეს არ უნდა ზრუნავდეს, მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს ყოველდღიური საზრუნავი, რა ვაჭამო ჩემს ცოლ-შვილს და რა როგორ ვიშოვფულია რა, ეს მოსამართლის საზრუნავი არ უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს გარანტირებული ხელფასი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები. ეხლა მოდი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი მოდელი და ესეც მე მგონი მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ამ თემაში კარგად გავერკვეთ. ერთმანეთისგან გავმიჯნოთ დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელი და მორჩილი სასამართლოს მოდელი. აი რამდენიმე ელემენტს ვიტყვი და ერთმანეთს შევადაროთ ეს ორი მოდელი. რამდენიმე ელემენტის შუქზე. პირველი ეს არის მოსამართლის ფორმირება და მისი დანიშვნა, მეორე მოსამართლის მიერ საქმის განხილვა, შემდეგ მოსამართლის საქმეებში ჩარევა, ჩაურევლობა, მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება, სასამართლოს ინსტანციური კონტროლი, მოსამართლის ახალისება, ან დასჯა, ხელისუფლების სხვა შტოებთან ურთიერთობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა. აი ძალიან მოკლედ და შევეცდები ლაკონურად გავმიჯნო ეს ორი მოდელი ერთმანეთისგან. პირველი, როცა საქმე ეხება მოსამართლის დანიშვნას. ესე იგი, ორი მოდელი ავიღოთ რა, ერთი დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელი და მეორე მორჩილი სასამართლოს მოდელი. როცა საუბარია მოსამართლის დანიშვნაზე, დამოუკიდებელ სასამართლოს მოდელში ინიშნება ადამიანი მისი კვალიფიკაციის და მისი კვალიფიკაციის, მისი ცოდნის და პიროვნული თვისებების მიხედვით, ობიექტური კრიტერიუმით ინიშნება, ხოლო მორჩილი სასამართლოს მოდელში ხდება ადამიანის დანიშვნა სუბიექტური კრიტერიუმით და ხდება წინასწარი გარიგებით, რომ შენ დაგნიშნავ მოსამართლედ, არა იმიტომ რომ იმსახურებ, არამედ მე შენ დაგნიშნავ იმიტომ რომ შენ ხარ ჩემიანი და შენ ცხოვრების ბოლომდე ჩემიანი უნდა დარჩე. ეს არის მორჩილი სასამართლოს მოდელი. მეორე, მოსამართლის ფორმირება როგორ ხდება? ჩვენ ვიცით რომ მოსამართლეების ტრენინგი ხდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გააჩნია შენ ვის გამოზრდი ამ სკოლაში? გამოზრდი მორჩილ მოსამართლეს, რომელიც ემსახურება ბიუროკრატიას და მზად არის შეასრულოს ნებისმიერი დაკვეთა, თუ შენ გამოზრდი დამოუკიდებელ მოსამართლეს, რომელიც და ასწავლი მას დამოუკიდებლობას. ანუ იუსტიციის სკოლაში სწავლების განმავლობაში არის საუბარია ერთ წელიწადნახევრიან კურსზე დაახლოებით. აი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რას ასწავლი მოსამართლეს შენ? ასწავლი მორჩილებას თუ ასწავლი დამოუკიდებლობას? ამასაც ესეც მნიშვნელოვანია. შემდეგი არის მოსამართლის მიერ საქმის განხილვა. როგორ განსხვავდება ეგ მოდელები ერთმანეთისგან? დამოუკიდებელმა მოსამართლემ არ იცის წინასწარ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ის ყოველ სხდომაზე იღებს ინფორმაციას და წინასწარ არ იცის რას გადაწყვეტს ამ საქმეზე. ხოლო მორჩილი სასამართლოს მოდელში მოსამართლემ წინასწარ იცის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ის ახდენს სხდომების და საქმის განხილვის მორგებას აი ამ გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, ერთ მხარეს არ მიცემს სიტყვას, არ მიცემს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას, დაუშვებლად ცნობს მტკიცებულებას და ასე შემდეგ. არსებობს მთელი ტექნოლოგიები, რომლებსაც მოსამართლეები იყენებენ, რათა მიიღონ წინასწარ შეკვეთილი გადაწყვეტილებები. უამრავი ტექნოლოგია არსებობს, რასაც მოსამართლე იყენებს, რომ წინასწარ შეკვეთილი გადაწყვეტილება მიიღოს. შემდეგი საკითხი არის საქმეთა განაწილება. დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელში საქმეების განაწილებას ახდენს ხდება ობიექტურად, ანუ ან ანბანური წესით, ან კომპიუტერი ანაწილებს, ან კამათელის პრინციპით ნაწილდება ასე შემდეგ, ხოლო მორჩილი სასამართლოს მოდელში შეიძლება ადამიანური ჩარევა მოხდეს იმის მიხედვით, თუ ვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე ხელისუფლებისთვის. მაგალითად, და აქ სხვადასხვანაირი ჩარევები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ფორმა არის სპეციალიზებული პალატების შექმნა, სადაც იხილება ხელისუფლებისთვის საინტერესო საქმეები. მაგალითად, დღეს არსებობს კომერციული პალატას, რომელიც იხილავს გარკვეული თანხის დავებს, ეს არის თუ არ ვცდები 9 მილიონი, თუ არ შეცვალეს 9 მილიონის ზემოთ იხილავს კომერციული პალატა და ძირითადად იქ არიან მოსამართლეები, რომლებმაც იციან რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და ხშირ შემთხვევაში იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არსებობს გარკვეული შეკვეთა. ეს შეკვეთა შეიძლება იყოს ხელისუფლებიდან, შეიძლება კლანიდან,
ან რაღაც კორუფციული ინტერესი არსებობდეს და ასე შემდეგ. შემდეგი საკითხი არის მოსამართლის წახალისება და დასჯა. დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელში წახალისებულია დამოუკიდებლობა, ხოლო მორჩილი სასამართლოს მოდელში წახალისებულია მორჩილება. რა ხდება? მორჩილი სასამართლოს მოდელში ის, ვინც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, მისი დაწინაურება ხდება აპელაციაში და შემდგომ ხდება მისი დაწინაურება უმაღლეს ინსტანციაში. იმიტომ რომ ყველა მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ რას ნიშნავს როგორ უნდა გააკეთოს კარიერა. და ამით დანარჩენ მოსამართლეებს ეუბნებიან, რომ თქვენ თუ მიბაზავთ ამ მოსამართლეს, ვინც არის მორჩილი, თქვენ დაგაწინაურებენ, თქვენ გექნებათ კარგი პირობები და თქვენ გექნებათ უზრუნველყოფილი კარიერა. ხელისუფლების სხვა შტოებთან ურთიერთობას რაც შეეხება, აქაც ერთმანეთისგან განსხვავდება დამოუკიდებელი სასამართლო და მორჩილი სასამართლო. დამოუკიდებელი სასამართლო არ ემორჩილება არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლების დირექტივებს. მას აქვს თავისი პოლიტიკა, სამართლებრივი პოლიტიკა, რომელსაც მოსამართლეები დამოუკიდებლად ახორციელებენ. რაში მაინტერესებს მე? მაგალითად, ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში. მე თუ მოსამართლე ვარ, რაში მაინტერესებს, რა თქვა პრეზიდენტმა, ყველანი ციხეში თქვა თუ არავინ ციხე, მე რაში მაინტერესებს? მე მოსამართლე ვარ, მე მაქვს კონკრეტული საქმე და მე უნდა გადავწყვიტო ეს ადამიანი იმსახურებს პატიურობას თუ არ იმსახურებს. პრეზიდენტის განცხადება მე რაში მაინტერესებს ახლა და ან რა გავლენას ახდენს ჩემზე, ხო? უფრო მეტიც, მორჩილი სასამართლოს მოდელში პირდაპირ ხდება დირექტივების მიცემა მოსამართლეებზე და არსებობს ასეთი მექანიზმი საქართველოში დიდი ხანი არსებობს თავმჯდომარის ინსტიტუტი, სასამართლოს თავმჯდომარე იღებს დავალებას ზემდგომისგან და გადაცემს მოსამართლეს. წინა ხელისუფლების დროს მაგალითად იუსტიციის მინისტრი აძლევდა დავალებას ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილ პიროვნებას ჩინჩალაძეს და ეს სხვადასხვის დასტურდება ბევრი სხვადასხვა წყაროთი. ჩინჩალაძე იღებდა დავალებას იუსტიციის მინისტრისგან, ადეიშვილისგან, ჩინჩალაძეს მიქონდა ეს დავალება თავმჯდომარესთან, თავმჯდომარეს მიქონდა ეს დავალება მოსამართლესთან. ანუ არსებობდა ინფორმაციის არხი მინისტრიდან მოსამართლემდე. როგორ უნდა შესრულებულიყო ეს პოლიტიკური დაკვეთა. და როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა ჩინჩალაძის უფროსი. ანუ თუ მანამდე ჩინჩალაძე დავალებას იღებდა იუსტიციის ადეიშვილისგან, შემდგომ ის დავალებას იღებდა ბიძინა ივანიშვილისგან. არის ძალიან ბევრი წყარო, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინჩალაძე არის ძალიან დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან და პირდაპირ კომუნიკაციაში იმყოფება მასთან. შესაბამისად, იერარქია დარჩა იგივე, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, ეს სტრუქტურა როგორც იყო აგებული, ადეიშვილი, ჩინჩალაძე, თავმჯდომარე, მოსამართლე, იგივე სტრუქტურა დარჩა ფარული კომუნიკაციის და ერთადერთი შეიცვალა ადეიშვილი, შეცვალა ბიძინამ. ანუ ადრე თუ დავალებას იძლეოდა ადეიშვილი, ახლა ეძლევა ივანიშვილი და ქართული ოცნება. შემდეგ და რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას. საზოგადოებასთან ურთიერთობა ასევე განსხვავდება. მორჩილი სასამართლო საზოგადოებასთან საერთოდ არ აწარმოებს ურთიერთობას და არანაირი ურთიერთობა მას არ აინტერესებს. მას არ ჭირდება საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციას იღებს მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლებისგან და მართველი პარტიისგან, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო ლეგიტიმაციას იღებს საზოგადოებისგან. მას ჭირდება საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. მას ჭირდება ურთიერთობა მეცნიერებთან, ჭირდება ურთიერთობა არასამთავრობოებთან, სამოქალაქო სექტორთან და ასე შემდეგ. და მას ჭირდება ყოველ წუთში ის ითხოვს ფიდბექს. ფიდბექი რა არის ქართულად? ანუ უკავშირს, რომ აი მე მითხარით, რაში მეშლება, მითხარით, რა პრობლემა აქვს, რა ხარვეზები მაქვს და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან მოკლედ საქართველოში ანუ ესე იგი ჩვენ ნახეთ თუ რა არის დამოუკიდებელი სასამართლო, როგორ იქმნება დამოუკიდებელი სასამართლო და როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელი და მორჩილი სასამართლოს მოდელი. ეხლა ასევე მოკლედ მინდა ვთქვა, ჩვენი სასამართლოს განვითარების ისტორია რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოვყოთ ერთმანეთისგან.
პირველი ეტაპი ეს იქნება 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობით საბჭოთა სასამართლო სისტემა, სადაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო კორუფცია. კორუფცია იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და ასევე მოსამართლეებს მოგეხსენებათ ხელფასებიც არ ქონდათ პრაქტიკულად და მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ მე გამიგონია ჩემს სტუდენტობის დროს, რომ ერთმა მოსამართლემ თავი მოიკლა ეკონომიკური გაჭირვების გამო, ეკონომიკური პრობლემების გამო. ეს არ ვიცი რამდენად სწორია ეს ისტორია, სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ეს გამიგია ესეთი ისტორიაც. მოკლედ მოსამართლეებს ხელფასებიც კი არ ქონდათ და იყო კორუფცია. კორუფცია იყო ჩვეულებრივ შემოსავლის წყარო. 99 წელს ჩატარდა პირველი 98-99-2000 წლებში ჩატარდა ეს პირველი რეფორმა. მოსამართლეებმა ჩააბარეს გამოცდები და თანამდებობაზე დაინიშნა ახალი თაობის მოსამართლეები, რომლებსაც შენ შემთხვევაში არანაირი პრობლემური წარსული მათ არ ქონდათ და თავისი ჭკუით, თავისი ცოდნის გამო ჩააბარეს გამოცდები და მოხდნენ მოსამართლეება. ეს იყო ძალიან სერიოზული რეფორმა, რომელმაც სამწუხაროდ ვერ გაკაჩა დიდხანს, იმიტომ რომ ამას არ მოყვა რეფორმა სხვა უწყებებში და გარდა ამისა მოსამართლეების ხელფასებიც საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ კორუფცია კვლავ გავრცელდა სასამართლო სისტემაში. შემდგომი ეტაპი ეს იყო ვარდების რევოლუციის ეტაპი, როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელმაც გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სასამართლო. იმისათვის, რომ სასამართლო გათავისუფლებულიყო კორუფციისგან, მოხდა ძალიან სწრაფი და ესე იგი მასშტაბური რეორგანიზაცია სასამართლოების და მოსამართლეების დიდი ნაწილი გაუშვეს სახში და ნაწილი დატოვეს. და ეს გადარჩევა მოხდა, ნუ როგორც ოფიციალურად ესე იყო გამოცხადებული, ეს იყო კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, ეს რეორგანიზაცია. თუმცა მოხდნენ აი ამ ნაკადში, ანუ ამ რეპრესირებულთა ნაკადში ასევე მოხდნენ მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებლები და შესაბამისად ვარდების რევოლუციის შემდგომ რეპრესიები შეეხოთ როგორც კორუმპირებულ, ასევე დამოუკიდებელ მოსამართლეებსაც. და ამან გამოიწვია საბოლოო ჯამში სასამართლო კორპუსის დამორჩილება აღმასრულებლის მიმართ. ნელ-ნელა და ესე იგი ნელ-ნელა მოხდა ისე რომ მოსამართლეები განსაკუთრებით ესე იგი სისხლის სამართლებრივ ადმინისტრაციულ დავებზე უკვე ემორჩილებიან სახელმწიფო პოლიტიკას და თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ პოლიტიკას, მოხდებოდა მათ მიმართ რეპრესიები. დისციპლინური წესით გაშვება, სისხლის სამართლებრივი ბრალდება, ესე იგი რეზერვში გადაყვანა, მივლინებაში გაშვება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს მექანიზმი, რეპრესიული მექანიზმი გამოყენებული იქნა არა მხოლოდ კორუმპირებული მოსამართლეების მიმართ, არამედ ასევე არაკორუმპირებული და დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ, რამაც გამოიწვია საბოლოო ჯამში სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკულად ესე იგი მიწასთან განოლება. ამან გამოიწვია შედეგად ის, რომ გამამართლებელი განაჩენები ჩამოვიდა 0.07%-ზე, ხო? ანუ პრაქტიკულად გაქრა გამამართლებელი განაჩენი. და იმისათვის, რომ მოსამართლეს გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, ვინმესთან უნდა შეეთანხმებია, თავმჯდომარესთან, თავმჯდომარეს უნდა შეეთანხმებია პროკურორთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი სიტყვით სასამართლომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ეხლა ამას, როდესაც მე ვეკითხები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ვეკითხები, რომ აი, თქვენ ამის უკან რა ლოგიკა ქონდა და რა არგუმენტი. არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ძალიან სწრაფი და მოქნილი მართლმსაჯულება. და ჩვენ გვჭირდებოდა ბრძოლა კრიმინალთან, ჩვენ გვჭირდებოდა ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან, ბრძოლა კორუფციასთან და შესაბამისად დამოუკიდებელი მოსამართლე იყო გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორი. ამიტომ პოლიტიკური მოთხოვნა იყო მორჩილ მოსამართლეზე, მაგრამ ეს მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დროებითი და მერე ეს სასამართლო ისევ უნდა გათავისუფლებულიყო და ისევ უნდა მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. სხვადასხვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ადრინდელ გამოსვლაში, რომ მე იმედი მქონდა, რომ ეს მოსამართლეები, რომლებიც იმყოფებოდნენ პროკურატურის ეწოლის ქვეშ, ოდესღაც წელში გაიშლებოდნენ და ისევ გახდებოდნენ დამოუკიდებელი. ნუ სამწუხაროდ ესე არ მოხდა
მოსამართლე სასამართლო ვერ გაიშალა წელში და მივიღეთ მორჩილი სასამართლო წინა ხელისუფლების დროს. როდესაც მოვიდა ქართული ოცნება, მთავარი დაპირება იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა. ქართული ოცნება ოფიციალურად ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი. ან ყველა მოსამართლე უნდა გაგვეშვა სახლში, ან სასამართლოსთვის უნდა მიგვეცა თვითმმართველობა. ანუ მოსამართლეებს თვითონ უნდა აერჩიათ თავისი თვითმმართველი ორგანო და თვითონ უნდა აღედგინათ თავის დამოუკიდებლობა. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა. ან ყველა სახლში უნდა გაგვეშვა, ან ესე იგი მიგვეცა თვითმმართველობა. სამწუხაროდ სხვა არჩევანიც იყო, მაგრამ და ქართულმა ოცნებამ ამაზე არანაირი ყურადღება არ მიაქცია ამ არჩევნებს, ამ სხვადასხვა ვარიანტებს და მათ შორის ერთ-ერთი ვარიანტი იყო სისტემის შეფასება. ჯერ კიდევ 2013 წელს მე თვითონაც მივმართე იუსტიციის მინისტრს, მაშინ იყო წულუკიანი იყო, განცხადებით რომ მომხდარიყო ძველი სისტემის შეფასება. ქართული ოცნების პარლამენტში მე ამის შესახებ, როდესაც იუსტიციის საბჭოს კანდიდატი ვიყავი და ოფიციალურად ეს პროგრამა წარმოადგინე, რომ უნდა მომხდარიყო წინა ხელისუფლების სისტემის შეფასება, რომ ყველაფერს დარქმეოდა თავის სახელი. ვინ იყო ჩინჩალაძე, ვინ იყო ჩინჩალაძე, ვინ იყვნენ თავმჯდომარეები, რას აკეთებდნენ თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ შეფასება არ მოხდა. და ქართული ოცნება წავიდა იმ ხაზით, რომ მოსამართლეებს მიცა თვითმმართველობა და მოსამართლეებმა აირჩიეს ის ხალხი, ვინც მათ შეპირდა სრულ იმუნიტეტს, თანამდებობების შენარჩუნებას, დაწინაურებას და ასე შემდეგ. ანუ მოსამართლეებმა აირჩიეს ისევ ძველი ელიტა. ანუ იგივე კლანი, იგივე ჩინჩალაძე და მისი გუნდი. შესაბამისად, როდესაც შეკითხვაზე თუ საიდან მოახერხა ჩინჩალაძემ და კლანმა ძალაუფლების შენარჩუნება, პასუხი არის მარტივი. თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს დაპირების მეშვეობით. ისინი დაპირდნენ მოსამართლეთა კორპუსს, რომ ყველას გადაგნიშნავთ, ყველას შეგინარჩუნებთ ხელფასებს, არავის არ გემუქრებათ სისხლისამართლებრივი დევნა, არც დისციპლინური პასუხისმგებლობა არავის არ გემუქრებათ და ჩვენ ამას გვპირდებით. და შეასრულეს კიდეც. მოსამართლეები არ დასჯილან, ესე იგი სრული იმუნიტეტი მოიპოვეს ყველანაირი დევნისგან პრაქტიკულად, გააჩერეს საქმეები. ძალიან ბევრი საქმე იყო პროკურატურაში. პროკურატურა ამაზე ინფორმაციას არ იძლევა სხვადასხვა. ჩვენ მიმართეთ პროკურატურას ინფორმაციის მოთხოვნით და არ მოგცეს ეს ინფორმაცია. ბევრი საქმე აღძრეს მოსამართლეების წინააღმდეგ და ეს საქმეები შემოდეს თაროზე, გააჩერეს სისხლისამართლებრივი დევნები და ამით პრაქტიკულად დააშანტაჟეს მთელი სასამართლო კორპუსი, მოსამართლეების დიდი ნაწილი. და ამის შემდეგ უკვე ქართული ოცნება შედის გარიგებაში კლანთან და ხდება ხელშეკრულება, ანუ სამხრივი ხელშეკრულება იდება მათ შორის. ქართული ოცნება, კლანი და მოსამართლეები. ქართული ოცნება პირდება კლანს და პირდება სასამართლოს, რომ ესე იგი მათ მხარს დაუჭერს და არავის მიმართ არ იქნება სისხლისამართლებრივი დევნა, არავის მიმართ არ იქნება რეპრესიები და ასევე მხარს დაუჭერს კლანის პოლიტიკას. კლანი პირდება ქართულ ოცნებას, რომ ყველა საქმეზე, რომელიც ქართულ ოცნებას ჭირდება, ყველა საქმეზე იქნება მათთვის სასურველი გადაწყვეტილება და მოსამართლეები, როგორც მესამე მხარე, იღებენ თავის ბენეფიტებს. ანუ მოსამართლეები იღებენ სარგებელს, რომ ხდება მათი გადანიშვნა თანამდებობებზე, ოღონდ ლოიალობის ნიშნით. ყველა, ვინც ამ გარიგებაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიიღო მონაწილეობა, ყველა გადაინიშნა მოსამართლედ. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ მორჩილი სასამართლო კორპუსი. როდესაც სვავთ შეკითხვას, როდესაც დაისვა შეკითხვა ვეტინგთან დაკავშირებით, სასამართლოში საგამოძიებო კომისიასთან შექმნასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაეფარა ქართული ოცნება მთელ სასამართლო კორპუსს. ჩვენ ვნახეთ. და რატო გადაეფარა? იმიტომ რომ არსებობს გარიგება სასამართლოსა და ქართულ ოცნებას შორის, რომ თქვენ არაფერი არ შეგეხებათ, ოღონდ თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი დაკვეთები. თქვენ დაინიშნებით უვადოთ, თქვენ გექნებათ უვადოთ ხელფასი, თქვენ გექნებათ კარგი ხელფასები და კარგი პირობები, ოღონდ უნდა შეასრულოთ ჩვენი დაკვეთები. ეს არის გარიგება ქართულ ოცნებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რომელიც დღემდე სრულდება. ჩვენ ნახულობთ, რომ ძირითადად ყველა საქმეზე, რომელიც აინტერესებს ქართულ ოცნებას, გამოდის ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება. სადაც კი არის ხელისუფლების ინტერესი, ავტომატურად უნდა ვიცოდეთ, რომ გამოვა ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება. ეს არის გარიგების შემადგენელი ნაწილი. ასე მოვედით აქამდე. ეხლა გამოსავლის გზებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გეტყვით. არის
სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა ვარიანტი თუ რა ეშველება ამ სასამართლო სისტემას და რამდენიმე ყველაზე უფრო გავრცელებული რაც არის ამას ვიტყვი და ამით დავასრულებ, მე უკვე შეკითხვებს შეგვიძლია. ერთი ვარიანტი არის მოსამართლეთა ვეტინგი, რაც ნიშნავს ყველა მოსამართლის ან უმაღლესი ინსტანციების მოსამართლეების სათითაოდ გადამოწმებას, მათი კეთილსინდისიერების, მათი წარსულის და შესაძლო ასევე კვალიფიკაციის ნიშნით. მეორე ვარიანტი არის უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა საქართველოში, მესამე ვარიანტი მოსამართლეთა არჩევითობა, ანუ მოსახლეობამ პირდაპირ აირჩიოს მოსამართლეები. არის ასევე უფრო რადიკალური ვერსია, რეორგანიზაცია მთელი სასამართლო სისტემის და ყველა მოსამართლის გარკვეული პერიოდის, ანუ გარდამავალი პერიოდისთვის შეიძლება დარჩეს მოსამართლეთა კორპუსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მოსამართლის გათავისუფლება და ხელმეორედ დაკომპლექტება სასამართლო სისტემის. და არის ერთ-ერთი ვარიანტი, ასევე ნაფიც-საჯულთა სასამართლოს გაფართოება, ვინაიდან თუ ჩვენ არ ვენდობით მოსამართლეს საქმეები, უფრო და უფრო მეტი საქმეები განიხილონ ნაფიცმა საჯულებმა. აი ეს მინდოდა მეთქვა მოკლედ ძირითადი საკითხების ჩემი აზრით და შეკითხვები რაც გექნებათ შემდგომში შეგვიძლიათ განვიხილოთ. მეგობრებო, შეკითხვები თუ გექნებათ, შეგვიძლიათ მიკროფონი მოგაწოდოთ. კახა, ერთი მინდა გკითხოთ, თავიდან რო თქვით, რომ ისმის თავიდან რო თქვით, რომ მოსამართლეებს ხელფასზე არ უნდა ინერვიულოსო, რა აჭამოსო, ოჯახსო, არ უნდა ქონდეს სანერვიულო. ყველა პროფესიის კაცს ახასიათებს ეგ, რომ არ უნდა რომ მოწდეს მაგდარზე და რა არის თქვენი აზრით, ან ამის სტანდარტი თუ არსებობს, მოსამართლის ხელფასი რამხელა უნდა იყოს, ანუ ეს მინისტრის ხელფასთან გათანაბრებული უნდა იყოს, დეპუტატის, პრეზიდენტის, მასწავლებლის, თუ აი სად არის მოსამართლის სოციალური კეთილდღეობის შკალა, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი შეკითხვაა და მე ვიტყოდი რომ მოსამართლის ხელფასი შეიძლება იყოს ორლესული מחვილი. ორლესული מחვილი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას კეთილი მიზნებისთვის ან ბოროტი მიზნებისთვის. თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ლევან მურუსიძეს, აი ეს საკმაოდ ცნობილი კადრი იყო. მან თქვა ორი რაღაცა, რომ ერთი მოსამართლეებს ხელფასები გაუორმაგდებათ და მეორე ეს არის ახალგაზრდა ენერგიული კაცი და მე დავრწმუნდი რომ მას უნდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ამ ორ რაღაცაში ბიძინა ივანიშვილმა შემოგვაპარა ფარული მესიჯები, რომელსაც შეიძლება საზოგადოება თავის დროზე ვერ მიხვდა. ეს მესიჯი იყო მოსამართლეების მიმართ, რომ მოსამართლეებს უთხრა, რომ თქვენ დაუჯერეთ ლევან მურუსიძეს, რომელიც იყო გირგვლიანი საქმის და ბევრი გახმაურებული საქმის მოსამართლე და წინა ხელისუფლების დროს ასე დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. თქვენ დაუჯერეთ ლევან მურუსიძეს, ეს კარგი კაცია, ეს იყო ერთი მესიჯი და მეორე მესიჯი იყო, რომ თქვენ ორჯერ მეტი ფული გექნებათ, ორჯერ მეტი ხელფასი გექნებათ. ანუ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეებს უთხრა, რომ მურუსიძეს დაუჯერეთ და ორჯერ მეტი ფული გექნებათო. მარტივად და ამას ჩვენ საზოგადოება მაშინ ეტყობა, ვერ გავაანალიზეთ რა მესიჯები გადაცა სასამართლო სისტემას ბიძინა ივანიშვილმა. ნუ მერე გამოჩნდა რაც იყო ეს მესიჯები. ეხლა რა შეეხება ხელფასს, არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. ხელფასი უნდა იყოს იმდენი, რომ მოსამართლის ოჯახის მისი სოციალური საგანმანათლებლო და ყველა სახის საჭიროება დააკმაყოფილოს და რაც მეტი მით უკეთესი ამ გაგებით. ოღონდ თუ ეს მოსამართლე არის დამოუკიდებელი, მაშინ ხელფასი არის დამოუკიდებლობის გარანტია. მაგრამ თუ ეს მოსამართლეა მორჩილი, მაშინ ხელფასი არის მორჩილების გარანტია. ამიტომ არის ორლესული מחვილი. რაც მეც მიცევ ხელფასს მოსამართლეს, დამოუკიდებელ მოსამართლეს გაუორმაგებ ხელფასს და ის იქნება ორჯერ დამოუკიდებელი, ეს პირობითად თქვა, ხო? და მორჩილ მოსამართლეს გაუორმაგებ ხელფასს და ის იქნება ორჯერ უფრო მორჩილი. ამიტომ არ არსებობს რაიმე მოჭრილი სტანდარტი. შეიძლება ძალიან მარტივად ვიკითხო, ძალიან მარტივად. აი როგორც ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს სამართლიანი დემოკრატიული პირდაპირ რო გადმოვიტანოთ ექს სისტემა. აი ესეთი რამე თუ შეიძლება, როგორც იანკებმა ჩამოაყალიბეს 2 საუკუნის წინ, ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ ეს? რაღაც სისტემა ხოა ერთმანეთის გადამოწმება. პრეზიდენტებს ასამართლებენ იქ ბოლოს და ბოლოს ისეთი სისტემაა. აი
კი ბატონო. ვიცი რა, მე ესე არ კი ბატონო, ესე იგი ამერიკულ სისტემაში არსებობს იქაც სხვადასხვა მოდელია, მაგრამ ერთ-ერთი გავრცელებული არის არჩევითობა, ხო? და არჩევითობა ნიშნავს, რომ მოსახლეობა პირდაპირ ირჩევს მოსამართლეს და ვისაც აირჩევს, ის ეყოლება. ეხლა არჩევითობას ჩვენთან თავისი პრობლემებიც აქვს. მოგეხსენებათ, რომ არჩევითია ჩვენთან დეპუტატი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნება ყოველთვის ახერხებდა თავისი დეპუტატების გაყვანას რეგიონში და ძირითადად სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე იგებდა არჩევნებს და ასევე წინა ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში. ამიტომ არჩევითობასაც თავისი პრობლემა აქვს და საფიქრალია როგორი იმუშავებს სასამართლოს შემთხვევაში. აი მეც მაგაზე მინდოდა მეკითხა კახა შენ თქვი რომ ინიშნებაო თუ ინიშნება ესე იგი ვიღაცის ბრძანებას ასრულებს ამ შემთხვევაში. დიახ, ესე იგი საერთაშორისო სტანდარტები ამბობს, რომ ის ვინც ნიშნავს მოსამართლეს თვითონ უნდა იყოს დამოუკიდებელი. მაგრამ სტანდარტებს და მოდელებს დიდი მნიშვნელობა კი არ აქვთ, უფრო მნიშვნელობა აქვს რომელ ქვეყანაში ვართ და რა სამართლებრივი კულტურაა. მაგალითად, გერმანიაში აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვეულებრივ ერევა და იუსტიციის სამინისტრო არის კურატორი, სასამართლოს კურატორი. ჩეხოსლოვაკიაშიც იუსტიციის სამინისტროა კურატორი, მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს, საკმაოდ მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა აქვს როგორც ჩეხეთში, ასევე გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არის ოფიციალურად კურატორი სასამართლო ხელისუფლების. არანაირი პრობლემა არ აქვს და ამ დროს ჩვენთან ოფიციალურად სასამართლოს აქვს თვითმმართველობა, რომელიც არის იუსტიციის საბჭო, მოსამართლეებს თავისი თავი თვითონ ეკუთვნით, მაგრამ გვაქვს მორჩილი სასამართლო. ანუ მოდელს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ესე გამოდის. შენ როგორი კულტურაც გაქვს, სამართლებრივი კულტურა და როგორი ზოგადი ესე იგი როგორია ზოგადი მდგომარეობა სამართლებრივი სისტემის, იმ მდგომარეობაში ექცევა სასამართლოც. ანუ მართლად მოდელზეც არ არის დამოკიდებული, ესე ვთქვათ. ძალიან დილეტანტური კითხვა მინდა დაგისვათ. მოსამართლეზე ძალიან ბევრი ამაა დამოკიდებული ზოგადად და თუ მორჩილი მოსამართლე ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ღებულობს უსამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ ხო უნდა დადგეს ის სამართალი, ოდესმე ხო უნდა ახსოვდეს, რომ ეს მოსამართლეები დაისაჯონ და მიესაჯოთ დაუშვათ და ზღონ როგორც მატერიალურად, ისე აი სასჯელის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ციხე მოიხადონ და კი არ მოიხადონ, დაუანგარიშონ რა. ნევსის ქურდია, აი ქართული ანდაზა, რომ ნევსის ქურდი აკლემის ქურდს აგზავნის ციხეში, ხო? ეს კომუნისტების დროს იყო. თვითონაც მოიხსენეთ ესა. თუ ისე წავიდა, რომ ესე იგი ასეთი ამდენი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, ხო უნდა არსებობდეს მაგრამ რაიმე კოდექსი სამართლებრივი ნორმა, რომელიც შემდგომში მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მე თუ ამას ასე სუბიექტურად და მორჩილების ტალღაზე მივიღებ გადაწყვეტილებას, ოდესმე ეს მომეთხოვება გადაისინჯება და ასე შემდეგ. ასეთი პრაქტიკა თუ არსებობს. კი ბატონო, ესე იგი ჩვენთან სამწუხაროდ მოსამართლეების დავალების შესრულების გამო მოსამართლეების დაჟის პრეცედენტი თითქმის არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე არ ვსმენია, რომ რომელიმე მოსამართლემ პასუხი აგოს დავალების შესრულებისთვის. ეხლა ერთი საინტერესო ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, რომ 2009 წელს წინა ხელისუფლებამ გააუქმა მოსამართლეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ესე განზრახ უკანონო გადაწყვეტილების გამო. და მოსამართლეებს უთხრა, რომ თქვენ თუ რაც გააკეთეთ, ყველაფერი შეგრჩება. ჯერ კიდევ 2009 წელს. ამის შემდეგ ქართული ოცნება მოდის ხელისუფლებაში და ამბობს, რომ მოსამართლეებმა პასუხი უნდა აგონ და ეს შეიძლება იყოს დისციპლინური, სისხლის სამართლებრივი და ასე შემდეგ. და გადის რამდენიმე წელი და ქართული ოცნება ამბობს ასეთ რამეს, რომ ეს მოსამართლეები ადრე აკეთებდნენ ცუდ საქმეებს და ახლა აკეთებენ კარგ საქმეებს. ამიტომ ყველაფერი ჩამოეწერა. ანუ რა ხდება იცით, რომ ხელისუფლება როდესაც მოდის, მას აქვს ცდუნება, რომ გარიგება დადოს სასამართლო სისტემასთან, ჩამოაწეროს ყველა ცოდვები და სამაგიეროდ
გადმოიყვანოს თავის სამსახურში. ზუსტად ასე მოხდა. ქართულმა ოცნებამ ჩამოაწერა ყველა ცოდვები და გადმოიყვანა თავის სამსახურში. ეხლა საგამოძიებო კომისია რომ არის, ხვაგვირდებით, როგორც კი მოსამართლემდე მივა საქმე, ან პროკურორამდე მივა საქმე, იქვე ჩერდება საგამოძიებო კომისია. პროკურორის საქმეს ესენი არ იძიებენ, მოსამართლის საქმეს არ იძიებენ, იმიტომ რომ იმათ უკვე ჩამოეწერათ ცოდვები. სისხლიანი 9 წელი რო იყო, სასამართლოც ხო სისხლიანი იყო და პროკურატურაც ხო სისხლიანი იყო, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ჩამორეცხა უკვე სისხლი პროკურატურისგან და სასამართლოსგან და დარჩა მარტო პოლიტიკური კომპონენტი, რომლებსაც ეხლა უნდა გაასამართლონ და ეხლა კომისიაც ამით არის დაკავებული. დანარჩენი ამათ ყველას ჩამორეცხა რაც ჰქონდათ. ეხლა ახალი ხელისუფლებაც რომ მოვა, მასაც ექნება ცდუნება რომ ამათ ჩამოაწეროს ყველა ცოდვები და გადმოიყვანოს თავის სამსახურში. ეს ყველა ხელისუფლებას ექნება. უბრალოდ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ასეთი რამე და ეს უნდა იყოს საზოგადოების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. რასაკვირველია, მოსამართლეობა პასუხი უნდა აგონ ყველანაირი სამართლის ნორმით, მათ შორის სისხლის სამართლებრივიც, ადმინისტრაციულიც და მორალურიც და სამოქალაქოც კიდევ. სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება სხვათა შორის მოსამართლეს. მაგრამ რა მინდა გითხრათ. თუ არსებობს აი გამოცდილება მოწინავე სამართლებრივ ეგრეთ წოდებულ სამართლებრივ ქვეყნებში ამ ხრივ თუ გაქვთ ინფორმაცია რომ იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა ევროპისკენ მივდივართ იქიდან მიღებთ ბევრ სტანდარტებს და ნორმებს იმიტომ რომ ველოსიპედი ხელახლა არ გამოვიდა მოთხოვნა თუ ყოფილა ესეთი შემთხვევები თუ თქვენთვის ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ რომ აი ვიღაც მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა ან პიროვნულად და დაისაჯეთ და ასე შემდეგ იქ პრეზიდენტებსაც ასამართლებენ დასავლეთის ზოგ შემთხვევაში და ციხესაცუჯიან ხო თუ გაქვთ ამის თუ ინფორმაცია დაგეტილი და ესე იგი ზუსტად აი ხა მოსამართლეების მიმართ აი ეს მასობრივი გასამართლება სადმე მოხდა თუ არა ვერ გეტყვით აი მაგრამ ერთი რაც მახსენდება მაგალითად ჩილეში მე მგონი სასამართლო კორპუსმა ჩილეში სასამართლო კორპუსმა მოსამართლეთა ასოციაციამ ბოდიში მოუხადა მოსახლეობას დიქტატორული რეჟიმის დროს ჩადენილი იმის გამო დანაშაულების და გადაცდომების გამო. ჩვენთან გამოვიდა სასამართლოს ხელმძღვანელობა და თქვა რომ ჩვენ არანაირ დაყვეთებს ჩვენ არ ვასრულებდით. ჩვენ არაფერზე ბოდიში არ აგვაქვს მოსახდელი. ჩვენმა სასამართლომ ბოდიშიც კი არ მოუხადა მოსახლეობას. და როდესაც ქართული ოცნება ამბობს რომ იყო მილიონი ცუდი საქმე, აბა მურუსიძეს კითხეთ რამდენი ცუდი საქმე იყო. ის ამბობს რომ ჩვენ არანაირი ცუდი საქმე ჩვენ არ ჩაგვიდენია, ჩვენ ვასრულებდით კანონს. კანონი რასაც გვეუბნებოდა იმას ვამბობდით. და შესაბამისად მორალური პასუხისმგებლობაც კი არ დამდგარა ჩვენთან სასამართლოს მორალური პირიქით ვინც იყვენ დავალების შემსრულებელი წინა ხელისუფლების დროს ყველაზე მეტი დავალების შემსრულებლები ვინც იყვენ ისინი არიან დღესაც ხელისუფლების სასამართლო ხელისუფლების სათავეში. კითხვა გაქვს უბრალოდ ერთი. აი საზღვარგარეთ ხო არის 12 ნაფიცისა საჯულთა სამართლო. ერთ-ერთი იდეალური მოდელი ავიღოთ ევროპულ ქვეყნებში თუ არ არის იდეალური სასამართლო 12 ნაფიცისა სასამართლო იყოს აქაც ჩვენთანაც 12 მსაჯულია უბრალოდ ჩვენთან არის შეზღუდული რაოდენ განსჯადობა საჯულების და ძალიან ვიწრო ანუ ძალიან ძიმე დანაშაულებზე არის უმეტეს შემთხვევაში ეს არის განზრახველობა და ასევე მსგავსი სიმძიმის დანაშაულები, თუმცა არის უფრო ნაკლებად უფრო სერიოზული დანაშაულების, მაგრამ ძალიან შეზღუდულია საქმეების რაოდენობა, რაზედაც ნაფიც საჯულები იხილავენ. და მაგ პრობლემა რაშია, იცით რომ გააფართოვო და ყველა საქმე რომ ნაფიც საჯულებმა განიხილონ, მაგას სჭირდება სერიოზული ინფრასტრუქტურა და ასევე ძალიან დიდი რესურსი. და ეს რესურსი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ აქვს. კაცრავად. ვენ თქვით მე გამოტოვის მომენტი, მაგრამ უკან დაუბრუნდები. ორ ხრივი სტანდარტები, როცა ორ მაგად არის ალესილი დანა და ერთი მიმართულებით ჭირდოვდებიან ისინი, ვინც მიკერძოებულები არიან და მორჩილები არიან და მეორე რომელიც დამოუკიდებელია და თვითონ გამოაქვს განაჩენი არანაირი გარეძალების ჩარევის გარეშე. არა, მე ვთქვი ეგა იმაზე ხელფასზე, ანუ ხელფასი არის ორ ხრივ ხო, დავასრულებ, ანუ ხელფასი ქმნის წინაპირობას პირველ რიგში იმისა, რომ დარჩეს იმის ცუნება, რომ
აი სამომავლოდ რამენერად არ დავკარგო ეს სამუშაო ადგილი ან სოციალური მდგომარეობა მატერიალური კუთხით, როცა ადამიანი კარგავს სარჩოს, მას ექნება შემდეგ არასტაბილურობის განცდა, შიშები და რასაც ხედავ ამ სისტემამ დღემდე მოაღწია. არ შეცვლილა არაფერი, უბრალოდ სისტემა შეიცვალა არა. სახეები შეიცვალნენ, მაგრამ ძველი არა ვარგის სისტემა დარჩა. ანუ ადრე იყო ეგეთი გამოთქმა, რომ ხალხს არ უყვარდა მეფე და სულ აპროტესტებდნენ და სულ შეთქმულებებს უწყობდნენ მას, მაგრამ მათ სინამდვილეში არ მოსწონდათ გადასახადები, უსამართლობა, სისასტიკე, ის რომელიც ქვეყანაში არა, სახელმწიფოში იყო გამეფებული. თუმცა მოჭრეს მეფეს თავი, თუმცა გადასახადების ამკრეფი იგივე დარჩა და სისტემა იგივე არაფერი არ შეიცვალა საბოლოო ჯამში, შეიცვალა უბრალოდ ახალი სახეები მოვიდნენ და ახალმა სახეებმა ახლებურად, მაგრამ იგივე მორჩილი სისტემით დაიწყეს საქმე. ანუ დავასრულებ. ხო და მე მქონდა ეგეთი იდეა ამ ყველაფერზე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სასამართლო მიუკერძოებელი არის ხანდახან მაშინ, ძირითადად მაშინ, როცა ეხება საქმე ორ ადამიანს შორის, ორ მოქალაქეს შორის საქმის განხილვისას. ანუ მაშინაც თუ ვიღაცა არ იხდის ფულს, კი, მაშინ ეს მიკერძოებული არ არის და კეთილსინდისი რადგან მოაქვს განაჩენი, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო არის თავიდან ბოლომდე შეკითხვა არის ეგეთი. კი, შეკითხვა. რა არის იმის წინაპირობა, რომ აი სისტემა შეიცვალა და ეს ყველაფერი საათივით დაიწყებს მუშაობას და სასამართლო როგორც ასეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამაში 100%-ით ნებისმიერ რეალობაში გეთანხმებით, იმიტომ რომ როცა ეგ ინსტიტუტი ჩამოიშლება ხოლმე ქვეყანაში, კორუფცია არის ძალიან საშინელ დონეს და ეს მართლმსაჯულებას ძალიან ართულებს. ესე იგი, მე მგონი მივხვდი შეკითხვის აზრს, ესე იგი რა არის ეს სისტემა, როგორ მოხდა ამ სისტემის ასეთი ფორმით შენარჩუნება და მე ასეთ რამეს ვიტყოდი რა, რომ სასამართლოში მოდი პირობითად გავყოთ ორი რაღაცა, ხალხი და мотиваცია. აი მოდი თუ გინდა ავიღოთ ჯარი. ჯარი რა შემთხვევაში აღწევს თავის ამოცანას, როცა არის სწორი ხალხი და აქვს სწორი мотиваცია. სწორი ხალხი ნიშნავს მაგალითად რომ უნდა იყოს მომზადებული ჯარისკაცი და ამ ჯარისკაცს უნდა ქონდეს мотиваცია რომ თავი დადოს და საბრძოლო ოპერაცია შეასრულოს. და თუ ყავს არასწორი ხალხი და პლუს კიდე არასწორი мотиваცია, საერთოდ უკუღმა ხდება ყველაფერი. ჯარი გაიქცევა, ომის დროს ჯარი გაგექცევა, ხო? ახლა სასამართლოშიც იგივეა. სასამართლოში ჩვენ სჭირდება სწორი ხალხი და სწორი мотиваცია. თუ გეყოლება ხალხი, რომლებიც არიან დავალების შემსრულებლები და მათ მიცემ мотиваციას, რომ რაც უფრო მეტ დავალებას შეასრულებენ, მით უფრო კარგად იქნებიან, მაშინ ჩვენ გვექნება ის სისტემა, რაც გვექნება და რაც გვაქვს ნაწილობრივ, ხო? ყავს ხალხი, რომლებიც მუშაობენ დავალების შესრულებაზე, ასე ვთქვათ, გაправებაზე და მათი мотиваციაც არის, რომ მეტი გააправონ. და შესაბამისად თუ გააправებენ, მით უფრო მეტი ჯილდო ექნებათ, მეტი ხელფასი ექნებათ, მეტი ისა დაწინაურება ექნებათ და ასე შემდეგ. და ეს არის, მაგრამ თუ ჩვენ გვეყოლება სასამართლო, სადაც ყავს სწორი ხალხი და სწორი мотиваცია, ანუ დამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებსაც ახალისდება დამოუკიდებლობა, მაშინ სასამართლო შეასრულებს თავის ფუნქციას. ეს მინდოდა მეთქვა. თუ ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი მოსამართლეები და მათ ექნებათ мотиваცია, რომ იმუშაონ დამოუკიდებლად, მაშინ ჩვენ გვექნება კარგი სასამართლო. აი ეს არის თავი. გავიკე, ანუ ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება უბრალოდ ეს ყველაფერი იმის ხელმძღვანელობას ჩააბაროთ, ვინც ამაში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და საქვეყნო ცნობილია, რომ სტრასბურგი არის თითქმის მიუკერძოებელი იმ მდგომარეობამდე, სანამ რუსეთმა ომი არ დაიწყო. ამ შემთხვევაშიც კი მიუკერძოებელია, იმიტომ რომ გასაგები. კი ბატონო, მაგრამ ეგ ხო პოლიტიკური ნების ამბავია რა. ჩვენ ხო ახლა ეს პროტესტის მაგიტომ არის, რომ უსამართლო სასამართლო გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლოს გარანტია და ეს ამითაც არის, ანუ სასამართლო არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ვდგავართ რუსთაველზე რა. ხო და თუ პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ უნდა შეიქმნას სასამართლო,
რომელიც ყველა კონფლიქტს და არეგულირებს, ყველა კონფლიქტს და ხალხის რუსთაველზე ხალხის გამოსვლის საჭიროება აღარ იქნება. აღარც სტუდენტების გაფიცვა იქნება საჭირო. აღარც ესე იგი ბოიკოტი იქნება საჭირო და არაფერი არ იქნება. არც არჩევნების ბოიკოტი აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ სასამართლო დაიცავს ყველა პარტიის და ყველა მოქალაქის ინტერესებს. ამიტომ ეს არის გამოსავალი, ხო? კარგი, მოხდა ეგ სასამართლოს კეთილსინდისიერებას ვინ დაიცავს? დავასრულებთ. ანუ თავიდან ვიტყვი რა, სწორი ხალხი გვინდა და სწორი мотиваცია. ანუ ჩემი აზრით მე ახლა ამჩქარ რაც ჩამოვთვალე აქედან. ჩემი აზრით ყველაზე რადიკალური გამოსავალი შეიძლება იყოს მთლიანი რეორგანიზაცია ამ სისტემის. რეორგანიზაცია აშკარად ჭირდება. აქ იგულისხმება ის რომ დღეს ეს სასამართლო სისტემა შეიძლება არ ექვემდებარება შეკეთებას ჩემი აზრით. ამიტომ რეორგანიზაცია იქნება საჭირო. მადლობა. მადლობა კახა ძალიან საინტერესო ლექციისთვის. არ ვიცი ახლა ვის როგორ მოეჩვენება, მაგრამ ჩვენ ამ დღეებს გავიხსენებთ აუცილებლად. 190-ვე დღეს გავიხსენებთ, რამდენი დღეს ჩვენ გავაპროტესტეთ რუსთაველის გამზირზე. ზოგისთვის ეს იქნება რაღაცა მიღწევა ზოგისთვის პირიქით, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ყოველდღიურ ამ ურთიერთობას აუცილებლად გავიხსენებთ და ერთ დღე დადგება და ვიტყვით, კი ჩვენ გავიმარჯვეთ და გავიმარჯვეთ ერთად. დროებით ხვალ კიდე საინტერესო ლექციით შემოგთავაზებთ. საპროტესტო აუდიტორია აუცილებლად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას. მადლობა ყურადღებისთვის.